იალგუჯის მთის მასივზე ვიმყოფები. ეს არის რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, მიმდებარედ გაცემული სააგარაკე მებაღეობის ზონა და ხა ვიდრე ამბის თხრობას დავიწყებ, უბრალოდ განახებთ რა ადგილია ფიზიკურად. ასეთი ადგილი ძალიან იშვიათად ადამიანმა ნახო. მთლიანი პანორამა იშლება ამ ტერიტორიიდან, აი აქ მაგალითად რუსთავის ზონა არის. აი ასეთი სტრატეგიული და ძალიან ლამაზი ადგილი არის შერჩეული, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ესეთი ლამაზი და საინტერესო სააგარაკე ტერიტორიაა. ეხლა რაც შეეხება ამბავს, რომელიც მინდა რომ მოგიყვეთ ამ მებაღეობის ირგვლივ. წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირმა, რომელიც ყველაზე მწყრალ დამოკიდებულებაში იყო ალბათ კერძო საკუთრებასთან, მოახერხა და გამოიმეტა მუშა მოსამსახურეებისთვის, რომლებიც რუსთავის მასშტაბით მუშაობდნენ, დასასვენებელი სააგარაკე ტერიტორიები. და აქ თუ იმეს უშრომია და უწვალია ამ რუსთავის ტერიტორიაზე მეტალურგიული ქარხნიდან დაწყებული აზოტით დამთავრებული ამ ადამიანებს სისტემამ მიცა საშუალება რომ შაბათ-კვირას რაღაც ქონოდათ ისეთი ადგილი, სადაც დაისვენებდნენ, აღიდგენდნენ ასე რომ ვთქვათ ენერგიებს და შემდეგ გააგრძელებდნენ მუშაობას ინდუსტრიულ ქალაქში. ასეთი მორალი ტრიალებს ახლა დღეს უკვე საბჭოთა კავშირის მოცემულ ნაკვეთებზე უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფო ეცილება ამ ადამიანებს, რომ აქ არის თუ არა მათი კერძო საკუთრება. და გვაქვს რასთან საქმე. წარმოიდგინეთ, რომ ეს დიდი უბანი, სადაც რამოდენიმე 1000 სააგარაკე ნაკვეთია გაცემული, ცალკეულმა ჯგუფებმა დაყვეს ნაწილებად და დიდ ნაჭრებად, ასე რომ ვთქვათ, ამდენი ადამიანის კუთვნილი ტერიტორია წაიღო რამოდენიმე პირმა. აი მაგალითად ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს ტერიტორია 88 ჰექტარზეა საუბარი ამ კონკრეტულ უბანზე. ერთ-ერთმა პირმა შეიძინა 2000 ლარის ფარგლებში. ხვდებით ხო, აი რა ციფრზეა საუბარი, აი კუპონების დროსაც კი ვერ მოახერხებდი, რომ ამ ფასში რაიმე გეყიდა აი ასეთ ტერიტორიაზე. და ეს ყველაფერი ხდება უკვე 2000-იანი წლების შემდეგ, 2008-9 წლებია. და 88 ჰექტარს პირი ყიდულობს, ხვდებით ალბათ ხო, როგორ პირზეა საუბარი. 2000 ლარამდე ჯამში დაუჯდა თავისი ხარჯების გათვალისწინებით. და ასე ნაწილ არის დაყოფილი ტერიტორიები, ზოგს 150 ჰექტარი აქვს, ზოგს 200 ჰექტარი, ვისაც როგორი მადა ქონდა და როგორ მიუწვდებოდა ხელი, აი ასე მოხვიეს ხელი და ამდენი ადამიანის, რამოდენიმე 1000 ადამიანის სააგარაკე ნაკვეთებს კაპიკებში, მას ფულიც კი არ ქვია, მოკიდეს ხელი და ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს გაუქრონ კერძო საკუთრება. და რას ეჯახება ხა ადამიანი, ვისაც აქ რეალურად გააჩნდა ქონება, ანუ მიდის ადამიანი, ცდილობს დაირეგისტრიროს თავისი ნაკვეთი, აქვს უფლების დამდგენი დოკუმენტი, მებაღის წიგნაკი, თავისი ნაკვეთიც იცის, შეიძლება შემოღობილიც ქონდეს, ამუშავებდეს, მაგრამ ხდება ადგილზე ტერიტორია გაყიდული, ხშირ შემთხვევაში გადაყიდულიც, იმიტომ რომ საკმაოდ ორგანიზებული ჯგუფი არის თაღლითების, რომლებმაც იციან როგორ მიაღწიონ იმ შედეგს, რომ ნაკვეთს გამოუჩნდეს კეთილსინდისიერი შემძენი. ნაი წარმოიდგინეთ, გაქვს საბუთი, მაგრამ ვერ ღებულობ შენ ნაკვეთს. ადასტურებ კუთვნილების ფაქტს, მაგრამ ვერ ღებულობ და აქამდე ძალიან ბევრმა ცადა ამ გზის გამოყენება და ამ გზის მეშვეობით ნაკვეთის მიღება, მაგრამ ყველა გაისტუმრეს უარით. და იგივე ბედი მოელის ყველას, ვინც დააპირებს, რომ აქ ამ გზის მეშვეობით დაიბრუნოს საკუთრება და ამისთვის არიან კარგად მომზადებული, რადგან
ერთი რომ კეთილსინდისიერი შემძენია სახეზე როგორც გითხარით და მეორე სახელმწიფო გეუბნება რომ აი წადი და გააუქმე ის საკუთრება რომელიც თვითონ წარმოქმნა არასწორად და თქმა უნდა შეუძლებელია მე ადამიანი იღლება ამდენი რესურსი არავის არ აქვს არც სოდნა ფიზიკურად გზაც ურთულესი მისაღწევია და ურთულესად დასადგომი არის სამართლებრივი შედეგი რაც ნაკვეთის დაბრუნება სჭირდება და ასე და ამგვარად ეს ციგნაკები დარჩებოდა ციგნაკებად და ვერავინ ვერ მიიღებდა და ვერც მიიღებს ვერაფერს ამ ტერიტორიაზე და ეს მთელი აი ამხელა ფართი რამოდენიმე პირს აქვს გადაწყვეტილი რომ ჩაიგდოს ხელში და წარმატებით ახერხებს კიდევაც ამას. მაგრამ ჩვენ დაგვიკავშირდა ჯგუფი ადამიანების და დიდი ხნის განმავლობაში ვიფიქრეთ ამაზე, აი თუ რა შეიძლება ყოფილიყო ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ამ სიტუაციაში და მოვიფიქრეთ ასეთი გზა, რომელიც არის უნივერსალური ყველასთვის და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება და კარგად მოусმინოთ ამ გამოსავალს, რომელსაც გთავაზობთ. პირი, რომელსაც აქვს კონკრეტულ უბანზე უფლების დამდგენი დოკუმენტი და ვერ ახერხებს მის დაბრუნებას, იმიტომ რომ ნაკვეთზე არსებობს კეთილსინდისიერი შემძენი, ასეთ პირს ეკუთვნის ალტერნატიული სიკეთე და ეს სიკეთე არის ზიანი, რომელიც უდრის ამ ქონების ღირებულებას. კიდევ უფრო რომ გავამარტივოთ, ფასდება ქონების ღირებულება დღეის მდგომარეობით და თუ ვერ ხერხდება ნაკვეთის დაბრუნება, იმიტომ რომ სახეზე არის კეთილსინდისიერი შემძენი, თქვენ ითხოვთ არა ნაკვეთის რეგისტრაციას, არამედ ითხოვთ ზიანის ანაზღაურებას ქონების დღევანდელი ღირებულების სახით და ეს არის ის ალტერნატიული სიკეთე, რომელიც ყველას გეკუთვნით მიწის სანაცვლოდ. ანუ თუ არ უქმდება არასწორად განხორციელებული რეგისტრაცია და არა თუ არ უქმდება არც არავინ არ გააუქმებს ამას, იმიტომ რომ კეთილსინდისიერი შემძენი მყავს სახეზე, მაშინ თქვენ გეკუთვნით ზიანის ანაზღაურება და ჩვენ დაწყებული გვაქვს უკვე ამ ინფორმაციების თავმოყრა და ყველა იმ პირის სასარგებლოს საყურადღებოდ უბრალოდ ვინც ცადა და დაკარგა აქ იმედი და გადაწურული ქონდა იმედი რომ შეუძლებელია სიკეთის მიღება რაც თავის დროზე საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიღეს და იმ პირების საყურადღებოდ ვინცაც ჯერ არ დაუწყია, მაგრამ სახლში გააქვთ ან მოიძებნით ან გაიხსენებთ რომ აქ საკუთრება გაგაჩნდათ, ყველას შეგვიძლია დაგეხმაროთ და ყველას მოგცეთ საშუალება რომ მიიღოთ ტერიტორიის ალტერნატიული საფასური ქონების დღევანდელი ღირებულების სახით. აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და შეეცადეთ რომ ეს მოთხოვნები დააყენოთ 2025 წლის ბოლომდე, რადგან ყველაფერი რომელიც დარჩება საკუთრების კერძო საკუთრების დაუდასტურებელი და რომელიც ჯერ კიდევ არ მიუტაცებიათ აქ ცალკეულ თაღლითურ წარმონაქმნებს, ყველაფერი საბოლოოდ გახდება სახელმწიფო საკუთრება და აუცილებელია რომ თქვენი მოთხოვნების დაფიქსირება მოასწროთ 2025 წლის ბოლომდე. აბა წარმატებებს გისურვებთ ყველას და კომენტარებში იხილავთ ინფორმაციას იმ საწარმოების შესახებ, რომლებსაც აქ გქონდათ ნაკვეთები და შეგიძლიათ შეგვეხმიანოთ, მოგწეროთ, დაგვიკავშირდეთ და შევეცდებით რომ ყველას დაგეხმაროთ როგორც ნაკვეთის მოძიებაში, უფლების დამდგენი დოკუმენტის მოძიებაში, ასევე ზიანის ანაზღაურების სახით თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.